აჭარაში სტუმრად ებრაული მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისრაელის ბეჭდვითი და პოპულარული საინფორმაციო ვებგვერდების წარმომადგენლები რეგიონს პრეს-ტურის ფარგლებში ეწვივნენ. ვიზიტის განმავლობაში უცხოელი ჟურნალისტები აჭარა ბათუმის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სარეკლამო ხასიათის სტატიებს მოამზადებენ. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საზღვრის კვეთის მიხედვით იანვარ-ოქტომბერში რეგიონში ისრაელიდან შემოსული ტურისტების 10%-იანი მატებაა. სასტუმროებში განთავსების მიხედვით კი 7%-იანი ზრდა ფიქსირდება. ისრაელიდან ჩამოვიდა 7 წამყვანი მედია საშუალების წარმომადგენლები, რომლებიც 3 თვის განმავლობაში დაათვალიერებენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, გაიცნობიან ქალაქის და მთლიანად აჭარის ღირსშესანიშნაობებს და შემდეგ უკვე გამოაქვეყნებენ თავიანთ მედია საშუალებებში. შარშანდელთან შედარებით ისრაელიდან ტურისტთა რაოდენობის ზრდა არის გაცვლილი 10%-ით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოვამზადებთ სარეკლამო სახით სტატიებს თქვენს რეგიონზე, სადაც გადმოვცემთ ჩვენ შთაბეჭდილებებს და ამით მცირე წილს შევიტანთ აჭარის პოპულარიზაციის საკითხში. ძალიან ლამაზი ქალაქი გაქვთ, თვალწარმტაცი ბუნებითა და შენობებით.